მოგესალმებით ყველას, დაგიბრუნდით ისევ ახალი საჯარო გაშლით და დღევანდელი გაშლა მექნება ასეთ შეკითხვაზე. თქვენი პირადი ცხოვრება როგორ განვითარდება, ანუ თქვენი პირადი ურთიერთობები 2 თვის განმავლობაში. პირველი არჩევანი და მეორე. პირველი ვარიანტისთვის იყოს აი ეს გული და მეორე ვარიანტისთვის იყოს აი ეს. იმედი მაქვს, კარგად ხედავთ ორივე ვარიანტს და მე კი დავიწყებ ახლა პირველი ვარიანტის და მეორეს ცოტა ხნით გადავდებ გვერდით. ვინც ჩაიფიქრეთ აი ეს გული. თქვენს ცხოვრებაში მე ვფიქრობ, რომ თუ თავისუფალი ადამიანები მიყურებთ და თუ კი თქვენს პირად ცხოვრებაში ამ მომენტისთვის ჯერ არავინ არ არის, მინდა გითხრათ, რომ თქვენ მიიღებთ რაღაცა ძალიან დიდ ყურადღებას საპირისპირო სქესისგან, აღიარებას, დაფასებას. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება აი ამ 2 თვის განმავლობაში ადამიანი, რომელიც არის ძალიან დაფასებული და პატივსაცემი თავის გარემოცვაში. ადამიანი, რომელსაც აქვს ავტორიტეტი, ადამიანი, რომელსაც აქვს დაფასება. აი ღირსეული ადამიანია შინაგანად, ეს დაფასება არ მოდის რაღაცა ესე უბრალოდ, აი რაღაც ისეთი გზა გაიარა ამ ადამიანმა და ისეთ ეტაპზე მივიდა თავის ცხოვრებაში, რომ ადამიანების პატივისცემა და სიყვარული აქვს უკვე მოპოვებული. და მე ვფიქრობ, რომ ესეთი ადამიანი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ან შეიძლება უკვე იცნობთ და ახალია ვინმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი ბუნების, ასეთი ხასიათის ადამიანი უახლოს 2 თვის განმავლობაში ვფიქრობ, რომ თქვენს რეალობაში იქნება. მოდი აბა ჩავეძიოთ პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა. თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? პირველი ვარიანტი. აბა რა მოვლენები მოხდება თქვენს პირადში? აი ნახე როგორი საინტერესო პასუხი მაქვს ახლა მე დასტისგან. მე ვფიქრობ, ჩემო ძვირფასო პირველ ვარიანტო, რომ შენ ცხოვრებაში იყო ვიღაც ისეთი ადამიანი, რომლის გამოც შენ ძალიან წუხდი, განიცდიდი, ნერვიულობდი, თითქოს მიჭიჭული იყავი შენ ვიღაცაზე წარსულში და ძალიან ბევრი ნერვიულობა, უძილო ღამეც, შეიძლება ტირილიც, ხო? მაგ ადამიანის გამო. ფაქტი არის, რომ შენ ვიღაცაზე იყავი ძალიან დამოკიდებული, ძალიან ჩაციკლული. ვიღაც ისეთზე, ვინც ამას არ იმსახურებდა შენგან. ის არ იყო ღირსეული ადამიანი. ყოველ შემთხვევაში შენ როგორსაც იმსახურებ, ისეთი არ იყო. და აი თითქოს მიდიხართ იმ მდგომარეობამდე, რომ საკუთარ თავს ეუბნებით, რომ მოდი რა გავეშვა, გავანებო თავი, აი მაგარ ვიღაცას, რა ვიცი ხო, ვინც არის, რაც ქვია. და იწყებთ გადაფასებას. შინაგან ბალანსს აღადგენთ საკუთარ თავში უახლოეს პერიოდში, იმიტომ რომ აი შინაგანი მზაობა გაქვთ, რომ
უფრო ჰარმონიული და უფრო დაალაგებული ხასიათის და გაწონასწორებული ადამიანი შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, აი შინაგან მზაობას როგორც კი იგრძნობთ, აუცილებლად თქვენთან გამოვა კონტაქტზე ესეთი ადამიანი, რომელიც წეღანაც აგიღწერეთ და ახლაც გეუბნებით, მე უფრო ვფიქრობ, ეს იქნება სოციალური ქსელებით კონტაქტი, მიმოწერა, ონლაინ ურთიერთობა ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ იცი რა, თქვენ ცოტა ესე უყურებთ მაგ ადამიანს, აი ცოტა დაეჭვებული, ბოლომდე არ გჯერათ, რომ აბა ახლა ამ ადამიანთან რამე გამოვა, არ გამოვა, მიღირს, არ მიღირს, ხო, ძალიან ესე გაწონასწორებულად უდგებით თქვენ თვითონ ამ ადამიანის შემოსვლას თქვენ ცხოვრებაში, თქვენს უпростоრად. თუმცა მე აქ ახლა ვერ ვხედავ რაიმე ავის მომასწავლებელს, თუ კი ამ ადამიანთან დაიწყებთ ურთიერთობას, მე რაღაცა ისე ნეგატიური მოლოდინები არ მაქვს. ეხლა ჯერჯერობით რასაც უყურებ ამ გაშლაში, მაგრამ ფაქტი არის, რომ ესეთი ძალიან ესეთი გაწონასწორებული ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას ცოტა მკაცრი ბუნების არის ზოგადად, ცოტა სიტყვა ძუნწით შეიძლება იყოს, არ უყვარდეს ბევრი ლაპარაკი. და იცი, ძალიან ესეთი ზრდასრული ადამიანია შინაგანად. ბევრი ცხოვრებისეული გამოცდილება რო გადატანილი აქვს, ეგეთი ხასიათის ადამიანია. მოდი მე ახლა რას ვიკითხავ, ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში რისთვის მოდის, ანუ როგორი ურთიერთობის წამოწყების სურვილით მოდის? ნახეთ. რამდენადაც ესეთი ზრდასრული და ჩამოყალიბებულია ზოგადად თავის ცხოვრებაში, იმდენადვე მწირი გამოცდილება აქვს სასიყვარულო ცხოვრებაში, იმდენადვე გამოუცდელია, შეიძლება ესე ითქვას. სავარაუდოდ ბევრი სასიყვარულო პარტნიორი არ უნდა ყავდეს ამ ადამიანს ეხლა დღის მონაცემებით რა. შესაბამისად ადამიანი მოდის ჯერ კიდევ გულწრფელი თქვენამდე, ჯერ კიდევ არ აქვს ეგრე გული გატეხილი ბოლომდე. უბრალოდ ეხლა რაღაცა ნეგატიური თავის შეიძლება ჰქონდეს გამოცდილი, მაგრამ თქვენთან მოდის უკვე აი შინაგანად განკურნებული ემოციებით. ანუ რას ვიცახი იცი? თავისი პირადი ტრამვა რომც ჰქონდეს, მაგალითად ყოფილი სასიყვარულო პარტნიორისგან, თქვენთან რაღაც ესე ჩადეპრესირებული და ესეთი განწყობით, რომ აი პირად ფსიქოთერაპევტად გაქციოთ, ეგრე არ იზავს რა, ანუ მაგის თქმა მინდა. თორე ხა რაღაცა თავისი შეიძლება ჰქონდეს გადატანილი. თქვენთან უფრო მოდის ეს ადამიანი ესეთი განწყობით, რომ აი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ აწყოს ურთიერთობა, ისე რომ არც თქვენ არ აგაჩქაროთ, არც თვითონ არ აჩქარდეს, იმიტომ რომ აი რაღაც დაუფიქრებლად არ უნდა რომ მოიქცეს და რაღაცა იმპულსური გადაწყვეტილება არ უნდა რომ მიიღოს, ანუ ისე რომ არც თქვენ დაზიანდეთ და არც თვითონ. ასეთი გაშლა გამოგვივიდა დღეს პირველ ვარიანტთან. მე ახლა დაგემშვიდობებით და შეგახსენებთ, რომ პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის ნომერზე 514919168. გელოდებით ლაიქებში და კომენტარებში ასევე. პირველ ვარიანტს გემშვიდობებით და გადავდივართ მეორე. აი ეს ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ.
ო თქვენთან ნამდვილად ჩანს კონკრეტული ადამიანის სიგნიფიკატორი და ეს არის ადამიანი, რომელიც თავის ცხოვრებით არის საკმაოდ კმაყოფილი, რაღაც მიღწევებიც აქვს, ოღონდ ამ მიღწევებს უფრო ფინანსურ ნაწილში ვიძახი. მგონია, რომ ეს არის ესეთი ადამიანი, რომლის სიტყვასაც აქვს გავლენა, რომ შეიძლება რაღაცის უფროსი იყოს, ან თავისი ბიზნესი ჰქონდეს, ან მის სამსახურში მენეჯერი იყოს თუ უფროსი, თუ რაღაცა ხო ხვდებით. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ესეთი ბუნებით ავტორიტეტული პიროვნებას შეიძლება ვთქვათ, კი? ან მისი სამსახური აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვინმეს ან რამეს მართავდეს. მეორე ვარიანტი სასიყვარულო ცხოვრებაში რა ცვლილებები და სიახლეები იქნება. ძალიან საინტერესო პასუხია. იმიტომ რომ არკანების ნახევარი თითქმის ამოვიდა უმაღლესი არკანები. და რაც ამოვიდა, მაგაშიც პასუხი არის ის, რომ თქვენი პირადი ცხოვრება არის ყველაზე ესეთი დიდი გამოწვევა და ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი, რასაც სამყარო გასწავლით, თუნდაც ან რას გულისხმობ იცი, ანუ აი ამ სფეროში გიგზავნით სამყარო გაკვეთილებს, განსასწრებებს, სანამ დაალაგებთ და გადააფასებთ თქვენს შინაგან მდგომარეობას და პრიორიტეტებს. და რატომ ამბობ ახლა ამას? იმიტომ რომ თითქოს შინაგანი ბრძოლებიც გაქვთ ხანდახან მეორე ვარიანტს და ეს შინაგანი ბრძოლა გამომდინარეობს იქიდან, რომ თქვენს ერთ პიროვნებას სურს ემოციები, სიყვარული, რომანტიკა, ხო, აი უფრო სენსიტიურად უდგებით სიყვარულის და პირადი ურთიერთობის საკითხს და თქვენს მეორე მხარეს აბსოლუტურად ესე რაციონალურად გათვლილი და გაანგარიშებული შეიძლება გქონდეს, რომ აი შემეფერება ასეთი, მინდა ასეთი და ასეთი და ასეთი. და აი ეს თქვენი ემოციური და რაციონალური მხარეები ხანდახან ერთმანეთს ეწინააღმდეგება და აი ეს წინააღმდეგობა თქვენში შინაგან კონფლიქტს აჩენს. და ეს კონფლიქტი იმდენად გძაბავთ, რომ შეიძლება ისახებოდეს თქვენს ურთიერთობებზე საბოლოოდ, რომ ვთქვათ. სხვათა შორის ეს უფრო იმ ვარიანტისთვის, ვინც არის თავისუფალი და აქ მეორე ვარიანტში სასიყვარულო სამკუთხედიც შეიძლება იყოს. კი, აუცილებლად, იმიტომ რომ აქ ორი ქალბატონის დუელიც მიდის. ორი ქალბატონის დაპირისპირებას ვხედავ სხვათა შორის, ხო, ამიტომ წეგან ვთქვი, რომ ეს შეიძლება შინაგანი დაპირისპირება იყოს. ან სასიყვარულო სამკუთხედი. ოღონდ აი პირდაპირ გეტყვით რა, სიტუტუცი არ გააკეთოთ და რაღაც სასიყვარულო რიტუალები არ ჩაიტაროთ ბედის გახსნის თუ რაღაცა. ვაიმე, აი სისულელე გთხოვთ, არ აკეთოთ ეგეთი რაღაცეები.
მაგას ბევრად ჯობია ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციის გავლა და იმ საკითხის მოძიება თუ რა ბლოკავს თქვენი ქვეცნობიერის რა ნაწილი ბლოკავს პირადული ურთიერთობების დაწყების შიშს ან ფობიას მაგალითად. ხო, მე უფრო გონია, აი ერთი მხრივ ვიღაცეებისთვის იქნება ეს კონფლიქტის შინაგანი თავის თავში და მეორეს მხრივ აქ ხალხია, რომელსაც პირდაპირ მნიშვნელობით სასიყვარულო საკითხებზე აუხდება და ხართ ძალიან ისე კარმულ ღრმად ფესვებ გამჯდარ ურთიერთობაში. ეს სასიყვარულო სამკუთხედი ვისაც გააქვთ, ეს მგონია რომ კარგ ახსნის დაწყებულია, ეს ახალი ამბავი არ არის, არაფრით და ხო, იცი არის აქ თითქოს გადანაწილებაც მიდის საუბარი ფულზე, ფინანსებზე, ასე ვთქვათ, ოფიციალურ პარტნიორს რამდენი უნდა შეხვდეს და არაოფიციალურ პარტნიორს ვთქვათ რა, აი მოკლედ რაღაც აი გამორჩენაზე ყოფნაც არის, აი ამ კაცის შუაზე გაგლეჯვა რომ აბა ახლა ვის მეტი შეხვდება და ვის ნაკლები, ну აი კაიაბ რა ხდება მეორე ვარიანტის ცხოვრებაში 2 თვის განმავლობაში. მე პირდაპირ ვიტყვი რა, აქ თუ ესე უმრავლესობისთვის უფრო სასიყვარულო სამკუთხედია, მე მგონია რომ უფრო აი გამოჭერა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, რომ აი ფაქტზე რომ წაასწრებ ადამიანს ან მესიჯებს უპოვი თუ ნარეკებს თუ რა, აი რაღაცა ისეთი ხელშესაჭიდი გაჩნდება, რაც ამ ტყუილს გამოაშკარავებს. და სხვათა შორის მგონია აი ამ კაცის გაბუნძულებაც, ოღონდ ახლა რომელი მხარე გააბუნძულებს ეგ საკითხავია, მაგრამ თქვენ რაკიღა მისმენთ, იფიქრეთ, რომ აი ნებისმიერ შემთხვევაში ვინც არ უნდა გამოაბუნძულოს ახლა ეს ქორწინების პარტნიორი იქნება თუ გარეშე ურთიერთობის, ბოლოს ისე ჩანს, რომ ამ კაცს არც ერთი აღარ იღებს აღარც ერთს აღარ უნდა რა, ეგრე რომ ვთქვათ, პირდაპირ. იმიტომ რომ აი ეს კაცი იქცევა როგორც აი ქართულად არ მინდა, აი რუსულად უფრო კარგად ჟღერს, დურაკი რა. აი ძალიან თავში მომდის, თუმცა მე ვცდილობ ხოლმე რომ გავემიჯნო ბარბარიზმებს, მაგრამ აი ახლა ამ გაშლას უხდებოდა აი დურაკი. საბოლოოდ მეორე ვარიანტი. საბოლოოდ თოლქმარი ვინც არის, ისინი შერიგდებით ან შერიგდებიან, იმიტომ რომ ხო რაღაცა იცი არსებობს სიყვარული მათ შორის. აი თქვენ თუ ახლა მიყურებთ მესამე პირი, გეუბნებით, რომ ეგ კაცი თავს დამშორებელი არ არის, უბრალოდ რაღაცა კონფლიქტი მოუვათ, მაგრამ საბოლოოდ დიდი იმედები არ დაამყაროთ ამ ადამიანზე. ჩემო ლამაზებო, ჩემო ყოჩაღებო, თქვენ შეგახსენებთ კომენტარები, ლაიქები. ძალიან მახარებს ხოლმე თქვენი მხრიდან უკავშირი და პირადი კონსულტაცია ვისაც გსურთ, მიკავშირდებით ნომერზე 511 14 91 78. მე ხარ დაგემშვიდობებით, ბედნიერებას და წარმატებას გისურვებთ. ნახვამდის.